აი ამ სკოლის რემონტზე უკვე ორჯერ დაიხარჯა რამდენიმე მილიონი ლარი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქუთაისში მეშვიდე საჯარო სკოლის წინ, სადაც სასწავლო პროცესი შეჩერებულია 2022 წლიდან მოყოლებული, რადგან ბოლო 11 წელია ქართული ოცნების რეჟიმი ვერ ასრულებს სკოლის შენობის რემონტს. პირველად ამ შენობას რემონტი ჩაუტარდა 2015 წელს, მაშინ დროებით განახდა სასწავლო პროცესი, მაგრამ მალევე შენობა კვლავ უვარგისად იქნა მიჩნეული სასწავლო პროცესისთვის და 800 ბავშვი, რომელიც დღეს ამ შენობაში უნდა იღებდეს წესით განათლებას, ქუთაისის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლაში ყავთ შეხიზნული და ხშირად მშობლებს მეორე ცვლაში უწევთ ბავშვების ტარება და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი სკოლის შენობის გასარემონტებლად ქართულ ოცნებას არ იყო 11 წელი და 10 მილიონ ლარზე მეტი. წინ გამოკრულ საინფორმაციო აბრაზე შეგიძლიათ იხილოთ, რომ ვადად ამ სამუშაოების დასრულების დათქმული იყო 390 კალენდარული დღე, მაგრამ კვლავ ასეთ მდგომარეობაშია სკოლის შენობა. 2026 წლის იანვრის ბოლოს ამ სკოლის მოსწავლეების მშობლებმა გამართეს აქ პროტესტი და მოითხოვეს სკოლის რემონტის დროულად დასრულება, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ, არც სამუშაოები არ მიმდინარეობს და იანვრის შემდგომ არანაირად მდგომარეობა გამოკეთებული არ არის და ეს ხალხი, რომელიც 11 წელია ერთი სკოლის შენობის რემონტს ვერ ასრულებს და ამის გამო 800 ბავშვი განათლების უფლების გარეშეა ფაქტობრივად დარჩენილი, ვარწმუნებენ, რომ შემდგომი წლების განმავლობაში ქუთაისისგან შექმნიან საუნივერსიტეტო ჰაბს. იმისთვის, რომ ეს ვითარება შეიცვალოს, ივანიშვილი უნდა წავიდეს და ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ეროვნული მთავრობა, რომლისთვისაც პრიორიტეტი იქნება ქართველი ბავშვებისთვის განათლების მიცემა. გამოიწერეთ ფედერალისტების არხი და ჩვენ გაჩვენებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენ ადგილას აქვთ ბავშვებს განათლების უფლება წართმეული კორუმპირებული ივანიშვილის რეჟიმის გამო.